საქართველო და ისრაელი წარსულიდან მომავლისკენ მეცნიერული და კულტურული კვლევის პერსპექტივები. ამ სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლის თავს მიეძღვნა და მასში მონაწილეობდნენ ქართველი, ებრაელი, გერმანელი მეცნიერები და მკვლევარები, რომელთა ნაწილი საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა, ნაწილი კი სამეცნიერო ფორუმში ონლაინ პლატფორმით ჩაერთო. ღონისძიების კულტურული პროგრამის ფარგლებში მეცნიერებს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა. მონაწილეებმა მოისმინეს მუზეუმის დირექტორის პროფესორ გივი ყამპაშიძის ლექცია საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის საკითხებზე. არაჩვეულებრივი მოვლენის მოწმენი ვართ. საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წელი არის წელს და სამოქალაქო საზოგადოებრივმა სექტორმა საუნივერსიტეტო სივრცესთან ერთად გააკეთა ორგანიზება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, რომელიც ეძღვნება სწორედ ამ საკითხებს. პირველი დღე მასპინძლობს დავით ბააზოვის სახელობის ქართველთა და ქართველ-ებრაელთა ურთიერთობების მუზეუმი, ანუ კულტურული ნაწილით გაიხსნა. ყველაზე სასიხარულო ეს არის, რომ არა მხოლოდ ძველი თაობის გამოცდილი და ცნობილი სახეები, ახალი სახეები შემოდიდნენ ამ ღონისძიების ფორმატში. ეს ურთიერთობები მართლაც ძვირფასი არის და როდესაც ეს ურთიერთობები უკვე სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში გადადის, კიდევ უფრო ძლიერდება ეს ყველაფერი და ორივე ერისათვის, ორივე სახელმწიფოსათვის მეტად მნიშვნელოვანია. ჩემი მოხსენების თემა გახლავთ სწორედ საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის ფურცლების ჩვენება აი ამ არაჩვეულებრივი კონფერენციის მონაწილეებისათვის. თუ რამე მეგობრობის დღესასწაული ხდება ებრაელ და ქართველებს შორის, ხდება ამ მუზეუმის წიაღში. მადლობელი ვარ ყველასი, ქართველების, ებრაელების და ეს მეგობრობა არასოდეს არ შეწყდება. საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიხსნა, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ კონფერენციის ორგანიზატორები, მოწვეული სტუმრები, მეცნიერები და მკვლევარები. მონაწილეებმა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ამსახველი კულტურული და ისტორიული ნამუშევრები და კვლევები წარმოადგინეს. ასევე გამოფენილი იყო სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები. მათ შორის იყო ლაილაშის უნიკალური ბიბლია, ებრაელთა ისტორიის, მათი შემოსვლის ამსახველი ქართლის ცხოვრების ფურცლები, ებრაული კოლექციის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები. I'm very happy to be here today. I think that this conference is a very important conference. I think that it will allow us opportunity to learn even more about this very unique and strong connection between the Jewish community and the Georgian people, a connection that is not only helped shape our past, but also very much still relevant to our present daily relation between the states, between the state of Israel and the state of Georgia. This year we are marking 30 years to the diplomatic relation between the two countries, and I think that conference like this, in which scholars are sharing with us more and more information about this unique relation and how it became to be, are very, very important and relevant to our daily life even today. თბილისში იმართება ძალიან საინტერესო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავს და მეთანხმებით, რომ ცოტა დრო არ არის დიპლომატიური ურთიერთობებისთვის, თუმცა კიდევ უფრო ხანგრძლივი და კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს ჩვენი ერების ურთიერთობას, ქართველების და ებრაელების მეგობრობას და ძმობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში ებრაელები ცხოვრობდნენ ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში და მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. კონფერენცია ერთგვარი შეფასება იყო იმ საქმიანობისა, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი წარმართავს ქართულ-ებრაული ურთიერთობების კვლევისა და განვითარების მიმართულებით. დრო ჩვენი ურთიერთობებისა მეცნიერული კვლევების საფუძველზე იცვლება. აი ჩემი მოხსენების თემა სწორედ ეს არის ებრაელთა და ქართველთა
კულტურული და კოლექტიური მეხსიერების დრო და სივრცე. ეს სად იწყება ეს ყველაფერი? აი ამ ხრივ ბიბლიის როგორც ისტორიული წყაროს ღრმა ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიზანი არის ერთი, რომ გაღმავდეს ეს კავშირები, რაც რომ არის ებრაელთა და საქართველოს შორის, რომელიც არის ძალიან დიდი დროდან. ეს არ არის 26 საუკუნე, ეს არის ცოტა მეტი ხნით უფრო სწორად რა თქვა ისტორიულად. ალბათ 33 საუკუნე ალბათ. და ეს უნდა გაგრძელდეს კიდევ მრავალ ჯამიერ. ბევრი რამე ეკეთება და გაკეთდება კიდევ. მეთის წყალობით რომ საქართველოს გაძლიერდეს, ჩვენი მამული გაძლიერდეს. მე როგორც ისრაელი მიყვარს, საქართველოს ნაკლებად არ მიყვარს, მეტად შეიძლება კიდევ აფშეები და მაგდაბადებული ვარ. და ეს არ მომიწყდება არასოდეს. ასე რომ ამაღი ქართველი ებრაელი ვარ. საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა. კონფერენციის დასახელება არის საქართველო და ისრაელი მეცნიერული და კულტურული კვლევის პერსპექტივები. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს კონფერენცია, ჩართულობა არის ძალიან მაღალი. ისრაელიდან ჩამოსული არიან წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, მეცნიერები, რომლებიც ძალიან სერიოზულ თემებზე მუშაობენ. ჩემი გამოსვლის თემა არის ქართულ-ებრაული ურთიერთობები და ებრაული დიასპორა აფხაზეთში. ძალიან მნიშვნელოვან განაცხადს ვაკეთებთ ამით ჩვენ სამეცნიერო დონეზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მეცნიერების ჩართულობა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი ტიპის პლატფორმები იქნეს გამოყენებული. ჩვენ მეცნიერებს გვინდა, რომ შევთანხმდეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ეხება საარქივო მიმართულებით მუშაობის დაწყებას. კერძოდ ისრაელის არქივებში გვინდა, რომ ქართველმა მეცნიერებმა ებრაელ მეცნიერებთან ერთად ეთანამშრომლონ ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური საარქივო არტეფაქტების გამოყენების თვალსაზრისით. გქონდა ამაზეც უკვე საუბარი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია იქნება დასაწყისი ძალიან სერიოზული მიმართულებისა, რომელსაც ეწოდება სახალხო დიპლომატია, მეცნიერების ჩართულობა ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. სამწლიანი კონფერენცია არის ხაზგასმით მინდა ეს აღნიშნო. არაჩვეულებრივი მოვლენა, იმიტომ რომ ამ ბოლო ხანებში თითქმის 8-10 წელია ამ მიმართულებით არაფერი არ გაკეთებულა. 2014 წელს გავაკეთეთ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამწლიანი კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენცია. 7 უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი ისრაელიდან მარტო მაშინ. და აქაური ძალებიც იყვნენ. თვით კონფერენციის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ზედმეტია, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, რა თქმა უნდა, ეს ბევრ რაღაცას ნიშნავს. მით უმეტეს ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში აქ ჩართულია კიდევ ისრაელ-საქართველოს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარება 30 წელი გავიდა. იმედი მაქვს, რომ ესე იგი არ იქნება ეს ერთჯერადი, იქნება ამას გაგრძელება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი და კულტურული ცენტრ ფესვების, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის სოციო-ეთნოლინგვისტური ასოციაციისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მოეწყო.